კაი გამარჯობა მოგესალმებით მეგობრებო აი ეს ბიჭი როტირის ეთერში ის გამოგვეხმაურა მიმართულება ჩვენი მტირალი ძმა მიმართულება მისცა კარგად შეიწერა ჩვენი გინება და აი ღირს გაშვება მე მგონი არ ის რა და ვაშორე აქედან რა ჩემი ხურობა იმაზე საცემია ოღონდ მე დავა მატერო ცემა არაპედაგოგიურია სერიოზულად აღიქვა არა უშავს არ არის პრობლემა არ ხსენს არავინ შენ თუ იმ დაგარტყავს და მაგრად ხსენს დარეკე ჩემთან მე ოღონდ ან მანამდე არ ვიცი როგორც არის გიორგი ვაშაძე და მე თუ გავлахე შენ რატო უნდა არა ისე ვამბობ ამინა რა სიცე შენ კიდე შენ უკვე ამ გადაცემიდან ძალიან ბევრი დაგიგროვდა ძმაო მერე ძმაო მოდი რა სიტყვა ერთად და ყველა პრისტრეჩე უნდა იმოქმედო რა უნდა ნეო ხასი მართლა ვერ გავიგე შენ რა გაგენი ლახმაჩი ხარ ამათთან რა ცხოვრები ცხოვრ ამათთან ვაფშე არ გჭირდება მიზეზი ყველაფერი ხსნა აი ეს პირდაპირ მიდიხარ და პირდაპირ უცხავ კი მიზეზი თვითონ უნდა ეძებო მასტით ვინ ახარ ძმაო მე ადამიანი არ არის არა კაია ვერ ხედავ ზაღლებს როგორ იცავენ ხა ანუ ადამიანებს ზაღლებს იცავენ ზაღლები ჯერ ესეთი დასაცავი ზოგადად გიორგი ვაშაძე ზაღლები კაი ეფირია ზაღლებზე ჩვენს კარგი დამოკიდებულება გვაქვს ძალიან იმაშვება რა ქვია იწევს ეს და ერთი უნდა იცემოს მინდა რინგზე რა შენ მოიძ ბოიბეს პრავილ გიდა უი წესებით გიდა იმან რო გამოგვიწია კიკბოქსინგი იმან ხო გამოგვიწია იტლუ ისა კვიტა კატროფი რო იყო თავჯდომარე საეჭვო კაცი არა საეჭვო კაცი ტლუ არის მაგრამ ჯიგარი ხარ მაგრამ ის რო იყო გვარი დამავიდა ვითო პოლიტიკოს ეხლა რო დაიკარგა ლევან ეზერა რო კვილები ჩავა ლევან ხაბე ერთად გამოგვიწვია ერთად რა ეს გაუშვა არა ხამე სამი ერთზე მოდითო დაჟე არა როგორც გლადიატორი ეს გაუშვა ხაბე რა წონითი კატეგორიაა დაბალი წონითი კატეგორია შენ კიდე ხარ კატეგორიებით ზომაო არა ყველანაირი კატეგორია შენ მაგათ თუ ადამიანებს როგორც ადამიანებს ხაბეს კლიპურტებით კი ბატონო აი მოკლედ ხაბე თლად იყავი არიარო იმ ტერიტორიაზე სადაც ეს და გარჩე სულ ციხეს მყოფებთან გაკმოკლეთ საქმე ხაბე ციხეზეა ხო აბა უი როგორ შემეცოდა კაი არ შეიძლება პატიმარს ეგეთი ლაპარაკი შავა შენ არამპირებ ვარჯიშის დაწყება კი უკვე ვარჯიში ჩემი ფავორიტი სცენარი შავა მე რო არა შავა სპორტ დარბაზში ოღონდ ისე რო გაცვია რა სამჭიდელივით ხო იცი სტრონგმენები რო არიან და მე უფრო გამისწორდა პილატესზე არა კაი ეგ ძალიან გროტესკია მე იმენა სერიოზულად აი დავიწყე მეც გავხდე ხელზე სახვევები როა იმაში მოაიტაის რო ვარჯიხი მაგარი ეხა მეც დავიწყე ვარჯიშს და ნახეთ ყველა ვინ არის გიორგი ვაშაძე გიორგი ბუტიკაშვილი ვინ არის გიორგი ბუტიკაშვილი მართლა ვინაა რა ხდება გვარამიასთან არის ვიღაც ახლა გავუსვა მე შეიძლება კარგად დავიწყე ბიძელი რა და ეს ახება ოპოზიციასაც. ოპოზიცია წარმოადგენს ერთობა, წარმოადგენს ალტერნატივას ქართული ოცნების, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება გახდება, როცა დრო მოვა და ქართული ოცნება და ივანიშვილი დღეს შეიძლება ვიღაცას მაინც ეგონოს რომ ძლიერი არის, თუნდაც იმ ბიზნესებს ვინც მათ დღემდე ხარს უჭერს გონია რომ ძლიერი არის, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს დადგება ივანიშვილს თავად მოუწევს. გააჩერე მაჩვენეთ ამ სტოპ კადრო. ვინ ამბობს იმაზე, რომ ივანიშვილი სუსტია? აი გეხოცები. სახეზე მაინც შეარჩიეთ რა, გაუშვით სტოპ კადრი ამის. ანუ ეს ტიპი აი ეს ტიპი. არ შეიძლება ეს ტიპი ამბობდეს ვინმეზე, რომ ის სუსტია და მე ძლიერი ვარო რა. ეგ არ შეიძლება ხალხო. რაღაცა აი პატარა კასტინგი ჩაატარეთ ან რაღაცა კლუბებში ვინ არის? და რა ვინ უნდა დასუნ უკეს პეტრე კოლხი? პეტრე კოლხი შენ მართლა რას გადაეკიდე ამ პეტრე კოლხს მე მეუნები სულ იმაზე ხარო და რას გადაეკიდე ამ საწყალკაც ჩემი ფავორიტი ინფლუენსერია საკუთარ თავს რო ცოტა გარედან შეხედონ ამ იდიოტებმა მესმის რომ რაღაც ხარდაჭერის მობილიზება უნდა მაგრამ ასეთი სახით არ შეიძლება გამოჩენა ხალხში და ვისი შეიძლება მაშინ მოდი ესე გეტყვი ხო ნიკა გვარამიას შეიძლება ნიკა გვარამიასი არ შეიძლება კაი ნიკა გვარამიას არ შეიძლება იმისი შეიძლება კუტაბიჭი დღეს გვაქვს კუტაბიჭის კარგი ნათქვამი ჩვენ პოსტივის გვერდზე დავდეთ კუტაბიჭის ნათქვამი რატო არა გვაქვს ზურა გირჩი შეიძლება აი მე გეტყვი შეიძლება აგერ ფავს
ორი ადამიანი მურმან დუმბაძე და აკია ბარბაკაძე ორივე წარმოსადეგები ახალგაზრდა პრეზენტაბელური ახალგაზრდა ჟარგონის აკადემიურად სწორი აი აკია ბარბაკაძეს მაგარი ხედრული წარსული ყავს საკუთარ სამშობლოში სამოქალაქო ომი გააჩაღა ერთ-ერთი პირველი იყო და აი ეხლა ნახეთ როგორ მოწოდებით არის რეალურად იცი რა სიბრძვია? გაჯობა მე ეს. არა, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი მაგისი მოშლა უნდათ, იმიტომ რომ მაგისი შემქმნელი დედა, იმიტომ რომ მე ბრძოლი დედა, მე ბრძოლ შვილსაშვილს. მაგათი მარსელიოზაზე, საფრანგეთის რევოლუციის ჰიმნი რა, ხალი დროშით ხელში. ხოდა. აი ვერ ხვდები თქვენს გირგვიანის შემქმნელებმა რა. და თუ ჩვენ დედაზე დაიწყეს ლაპარაკი. რომ კაი, გავაჩეროთ, კაი, ხაჯობა, იცი როგორც კი ფრაზა, აი, პირველივე ფრაზიდან რო იწება, ხაჯობა რო ატყობს ეს მართლა ხაჯობის მონოლითი. ეს ის არაფერი. ვინ არის, რა ქვია მას? აკია თუ აქ. აქ. აი გაუშვათ დათო აკუბარდია. გვაქვს აკე დათო აკუბარდია? მაგარით. სუბახსენდება იცი რუსულად მარტოვსკი დათო აკუბარდიას რო ვერ მივხვდი ეს საუბარი. რაო? ეს ვაკეზედება. მარჩი იცვლება განწყობები, ფსიქოლოგიური რაღაცები ხდება სხვაჩვენს. ორგანიზმშიც რაღაცა ბევრი იცის ცვლილებები არის გაზაფხულობი და მიუბოდა ეს ყველას. და მას გაუჩოხდა. სუპერდას ენერგია უყურე? ზისხილების მატყლობის ახდება. ამას დამაკების ნახე უკვე გარეთ გარბელაუდად. აი არის ცვლილებების დრო მოვიდა და ამას თვითონ როგორ აქვს მან საკუთარ მაგრამ ნინო ჯანგოს მისახედია. არა ისე სხვათა შორის მეცნიერულად რო შევხედოთ ამას უნდა მიხედოს. ამას მაგნეტკუთით ვერ მიხედავ. აბა გავარდებოდ ვარნიაშკას და გარეთ მაშინ. არა ძაღლებით ინტერესდება და კატებით ხო? არა. ადრე როგორი? და მე მithუარესი. ადრე როგორი იყო რომ გაიხადეს გოგოებმა ხო იყო ესეთი გამონათქვამი რომ დათმა და გოგოებმა გაიხადეს და ეს გოგოებს კი არაკვირდება არამედ ძაღლებს და კატებს კატები ძალიან გარეთ უნდა გასვლა ბატაშორის ცხოვრების დამცველები რომლებიც ეხლა ესე აბოუქრებული არიან ყურადღება უნდა მიაქციონ ამ გამონათქვამს შეიძლება ეს და მონიტორინგ უნდა მონიტორინგონ იქ რა ხდება იმ ძაღლებთან მაგრამ გაზაფხულზე მართლა არის ცვლილებები რეალურად ეს მეცნიერული დისკურსი. გეოპოლიტიკური კამათი ჩვენი მეგობარი კახარო არის, ხო იცი? რა ზეგეცინება. არის ხახმა, პრიატია ეს. არა, მარტის კატასავით რო არა, არა, იმასაუბრ რომ ისიც მეგობრო რომ ცვლილებები არის გაზაფხულზე ორგანიზმში ხდება ცვლილებები. გაუშვათ ნიკა გვარამია და ნინო ჯანგირაშვილი დიდი გეოპოლიტიკური კამათის ფონზე გაუშვით. სამდეზური ბოლომდე ანუ ირანის ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს თუ გამარჯვებით დამთავრდა არარელევანტურია სამდეზური თუ ვერ დამთავრდა ეს ომი და პრობლემა კასრის დენთის კასრი იქნა სამდეზურზე მტერმა გაიარა ირანის გვერდით ანუ სამდეზური ამ წუთში უკვე რელევანტური აღარ არის ხო ხდებით სამდეზური სად გადის როგორ არ არის რელევანტური მაგრამ არა რელევანტური იმდენად არა ირანი პირველი დღიდან უხრებოდა რომ მე ზანგეზურს დავწყების პრობლემაა ეს კარგად იცის ვაფშე სად არის ზანგეზური? ზანგეზური არის ზუსტად ირანის და სომხეთის თუ აზერბაიჯანის საზღვარზე. ეს ზუსტად საზღვარზე გადის და ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია მართალია. ყველამ ნახეთ ფაშინიანი მოსკოვში, ხო ნახეთ? სადაც მოსკოვში ფაშინიანს პუტინმა უთხრა გასაგებად, რომ ანუ ევროკავშირშიო ეკონომიკური ურთიერთობებითო, ანუ ოდეკაბეო. ოდეკაბა კი არა, ევრაზიული კავშირიო და ფაშინიანმა ვერაფერი ვერ თქვა. ნუ ეგრე ხდება ხოლმე. პერაშკი შეჭამა. პერაშკი კახასაც ძველი პერაშკი. ის ძველი პერაშკი. კახასაც უყურს პერაშკი. ბიჭო, ეხა უკვე რა გჭირთ თქვენ ძალიან ნუტრიაკ საყევით. მაშინ რომ მოყვეთ ვინ არის კახა, რა თქმა უნდა. გაუგებარი. ხო და კახა არის. დაჩვენე. არა, კახა არის ძალიან საინტერესო პიროვნება. ფილოსოფოსი. არა, ხო ცხადია რომ რაღაცა ისეთი მოგდრო, ვერ იკავებ ციცილს. არა. ეგ არის ნუტრიაკი. ყარამზე გამაწვიდა. დაჩვენე ესე. მე არ მეცინებ. კახა, აი მაშინ ჩვენი ძმა არის. არა მართლა, მე სერიოზულად მაგაზე მინდოდა საუბარი.
საუბარი რომ რაღაცა ისეთ რაღაცა არა ამან გამაცინა აგიხსნი ეგეთ გიდა ხარ არა აგიხსნი მე ეხა ინა ხავდე გეთი აგიხსნი ძალიან მოტრიაცია ხალხი აუ სამა მე აგიხსნი რა აქცია ასაცნელი გაქვს ან ნახე აჩი რისი თქმა მინდოდა გაჩომ გამაცინა უბრალოდ დათო აგუბარდია რო ლაპარაკობდა გაზაფხულზე ცვლილებებზე ხო კახა მიცის თქვათ ეს სპორტული მედიცინა ჩვენი მეგობარია სპორტული მედიცინა და დღეს ამაზე ვსაუბრობდით მართლა რომ მართლა გაზაფხულზე ხდება ბევრი ცვლილება ორგანიზმში ხო რატო იცინე შეიძლება არა და მე ესო ახსენე რაღაცა ამაზე დღეს ვესაუბრებო და შეიძლება ჩვენ დილის გადაცემის წამყვანი არა ესე ხა აი მეგობრებო აი ეს პირველი მუშო ყარია კახა ოკეი რა თქმა უნდა რა ქვია გვარს ჯერ არ დავასახელე ხალხი გაიცნობს ჩვენი დილის გადაცემა კაი მოდი მურმანდუმაზე გავუშვათ იცინეთ კახაზე მოდი კაი გასასვლა კარგად ფოტო აჩო მაგრა ჯაჭი კახას ფოტო მაჩვენე ეხავე ძმა არა ეთერში არ გავუშვათ კაც არა რა პრობლემაა მანამდე მურმანი გავუშვათ მურმანი ჩავამაც რა გამახვი კონტროლი და მკაცრი დაპირისპირება სერიოზული მუხტი გამოვიდეთ ქუჩაში გამოვიდეთ ძალიან ბევრი მე ვამბობ 9 მილიონი ცოტა 1 მილიონი ადამიანი ჩვენ ეხლა ბატონო რო დავდივარ ქუჩაში და ვეუბნები ხანდახან რაღაცას რომ არასდროს ის ახლა უკვე ტერმინია შემოსული დამკვიდრავ ესე 15 წელია ხელისუფლებაში არიან მაგრამ ვეუბნები რომ კოცი ხო არ ხარ ბიჭო და იცი როგორი მე მაჩვენე დადო დაიმე ნიკათიცინი ჩაიშალა გადაცემა აღარ წერდებს საღო ჩაიშალა გადაცემა საღო მართლაც რო ისი წამყვანი ხარ ძმაო იმენა კახაზე დარწმუნდი არა ზოგადად რა აქედანაც რომ ჩაიშალა რა ვინ არის კახა პოზიტივის მომავალი წამყვანი არ არის კაცო არა გავიგე მაგრამ არჩი შეძე სანდომიანი ახალგაზრდა მაჩვენე სპორტი რატომაც არა ეს ძალიან ხოდო რა თქმა უნდა მეც მაგას ვამბობ მე კახა კაროჩე იმენა და გაიჩერდი მე თქვენ დაჩვენე მოდი მამა ბოროტე გავუშვა გაუშვით ბატონო ჰა ეგრე მაინც დაწნანდეთ მაინც აბა და სერიოზულდეთ ოცნებას რომ მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება საპატრიარქოს სახელით გამოაქვეყნა ჩიოს გუნდმა საპატრიარქოს სახელით აქვეყნებდა გამოაქვეყნა წერილი რომ მისალოცი და ესე ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთისნებაა ესე იგი ამით რა გვითხრეს რომ ოცნებამ გააყალბა თუ არ გააყალბა ეს იყო ღვთისნება რომ ოცნება დარჩენილიყო და ვინ შეეწინააღმდეგება ის ღვთისნებას რა არ მინდა რა ამ წერია დამუდორივით არის წერია რაღაც ანაფორა და არ მინდა ვაგინო რა არა ბიჭო თხრობის მანერით იცი უდენა ვის მაგონებს ვის კახას არა ეხა სუეგიტრიალე თხრობის ვინ გახსოვს ის გახსოვს არა გასაგები მაშვის თქვენ თუ გახსოვთ ადრე მაი ვიდეოზე იყო ეგეთი იეღოველი ბებო რო ლაპარაკობდა კახა ერქვა ბებოს ბებოს კახა რო ქვია ხომაკარი კახა ჩარო და ბებო რო გამოდის და კაი ურავად რო გიტა რა იოდად გასაცილებელი ხარ ხები ცოტნე კობერი და ბიჭი გავუშვა
მან შორს მარტო ეგეთი რელაციის დამაწყდა. ჩემს იდეამ დიდი დარტყმა მიიღო, ხო? ეგეც ხო ძალიან ფაქტი იყო. რაც არ უნდა ხა არჩევნების შემთხვევაში ძალიან ფაქტი იყო. ვეღარ დააჯერა ძალიან ფაქტი იყო. აზრი აქვს დაკარგული. მოქალაქე მაშინ დაიწყებს არჩევნების აზრს თუ აქ სამართლიანი გარემო იქნება არჩევნებისთვის. იგივე გარემოში ბიძინა ივანიშვილთან არჩევნებში შეყოლას აქვს აზრი. ხო შევიდა თქვით რომ იმას ვიდეთ ეგეთ გარემოთ. ეხლა ხო უნდა თქვა რომ რაღაცა რასაც ამბობ, მაშინ რომ შეხვედი, იმან არჩევნებს ან გავს, ან უკეთესია და რა არის უკეთესი არჩევანი. ჩემი აზრით, ერთი არის ხოლმე ის რომ მე როგორც ვთქვი ვფიქრობ, ყველანაირი ტიპი 24-ის ნაირ არჩევნებში შეგიძლია შემოვიდო ქართულ ჩვენას, ეს არის ჩემი აზრი. თუ გაქვს საკმარისი უპირატესობა? მორჩა ეგ არის? ხო, სუეს იყო კაცო. მე მეგონა გაგზელდებოდა რაღაცა. არა, ძალიან. გვაქვს ის კარგი მოძები, რაღაც თავარი იყო ის მოძები. ესე არა და დღეს არ ციოდა თქო. არა, დღეს მიაპუკა იმათ. ფედერალისტები ხისვარი. მიაპუკა გაჭირდი. ფედერალისტებს. კუტაბიჭმა მიაპუკა ფედერალისტებს კი არა, ალიანს. ერთმანეთს რომ ლანძღავთ დედასაგინებს და როგორ დაგიჯერებთ ეხლაო და ის ნახოთ. მე პანიაწიებით ცხოვრობო? ხო, მოდი გავუშვათ ლევან სანიკიძე. ეს ერთ წამს სანამ გავუშვებთ, ეს გაშვებული გქონდა წინა ეთერში. მაშინ არ გინდა გია ბარამი. არ გჭირდება. გია ბარამი. ცადონ ზეგავლენა მოახდინონ ეკლესიის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ და მათ შორის უმაღლესი იერარქიის წარმომადგენლების მიმართ. ეს არის ამ რეჟიმის ამოცანა, იმიტომ რომ ამ რეჟიმმა იცის რომ დემოკრატიული მხარდაჭერა, ანუ ხალხის საყოველთაო მხარდაჭერა მას დიდი ხანია დაკარგული აქვს. ამიტომ მან უნდა ამუშაოს ის ბერკეტები, რომელი ბერკეტებიც არის ერთის მხრივ ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედებისა, მეორეს მხრივ ისეთი ძალოვანი ხასიათის დაწყებული კრიმინალური ბანდებიდან. ბიჭო ეს ის არის კახარი, არ არის ხო კახა? გავს ისე. არა, კახას ეს არ გავს, მაგრამ სუეში სათვალე კი. არა, კახა არის ჩვენი ძმა და მეგობარი, მაგარი ბიჭი. პეტრე კალხი. ეს ცუდი ბიჭია. ბიჭო, მე არ კახას ეს სათვალე შეიძლება მოუხდეს. გაჭერდი. ვნება რატო აქვს ამ ტიპს, რომ 2 და 3 საათზე ბიჭო, ამას სულიერება გაცვალა მოამ სათვალე. არა, ესე იმის ეს რომ ამან რომ დაისვენა გუჩის ფანი ფექში და სათვალე ამან დაისვენა რაც ეკლესიიდან გააგდეს, აი იმის ეგეთი დასვენებული ადამიანი არ გაუგდია თვითონ წავიდა. თვითონ მით უმეტეს ამდენი ხანი. გადაკონვერტირებასაც ვერ იტყვი, ეგეთი ტრანსფერსაც ვერ იტყვი. ის ეკლესია, ჯიბრული ეკლესია. ნახე, უკრაინული ეკლესია თავის თავში და რელიგია და მსახურება კანონიკური პირის თავის თავში არის ფუნდამენტურად განსხვავებული სამომხმარებლო საზოგადოებისა. ეს არის სული, ეს არის მოწამეობრიობა, ეს არის ტკივილი, ასკიზა. ბიჭო, ეს გაცვალო იმაში, რომ ჩემი პრობლემა on დაწერა და თქვა მე კი არ ვამატებ ამას. ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შოპინგიო და ვერ გავუმკლავდი. და ამის დასადასტურებლად ვიდეოს ამაზე მაგარი ისტორია. ვიდეო მოგვაწოდეს ძმაო, ნახე. პეტრე კოლხი რას რეჟიმაში არის გასეირნებაზე. გავუშვით შეიძლება. რომ სვიმაში, სიცივეში, რიგში იდგე და ესე მოთმინებით დაელოდო როდის შეგიღებენ კარს. მადლობა. თავის ტაძარში მივიდა. ისეთი განსთა, მაგრამ რამე მერთობა პატია და მართლა მიდიოდა წმინდა ადგილზე. ბიჭო, როგორ ლაპარაკობს. აბა ბიჭო, რა მაგარი დაკვირვება გააკეთათ, სადღაც აუთლეტვილიჩი ჩავი. აუთლეტვილიჩი ჩავი და გუჩის 3 წლის წინანდელი კოლექციები. ოღონდ ეს არის კიდე და გუჩის. იმის ფული ხო არა აქ ახლა. პირველი წლის კოლექცია. იმ წლის კოლექციის ფული ხო ამას არ ექნება, რა უნდა იშოვოს. არ ექნება ისეთი. ბრეული არ ეყოლება. აი იქ. ბრევლია. ზმაო და დღეს წირვასაც არის უკრაინულ ეკლესიაში. ტაქსისტია? ხო, აბა. ტაქსში მე ქრისტე ვიპოვე, არ გახსოვს. ეგეც არის კი. ჩამიჯდაო. ძალიან დაბალი დონის ის არის
ჯაგა. მართლა რაღაცა ნებისმიერ რელიგიური მსახურება აპრიორი ფარისეულად მაინც გამორიცხავს სამომხმარებლო საზოგადოების წევრობას. რაღაცა უყურე ეგ ხო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მისტიური და აი მართლა ღრმა და მეტაფიზიკური და მძიმე თემა არის, რომ სასულიერო პირის ცდუნება რა. და ნუ აი ლიტერატურაში გვინახავს, კინოში გვინახავს რაღაცა ხო ახლა რაღაცა არის რაღაცა ძალიან დიდ მშვენიერებასთან შეხვედრა და ქალის ცდუნება და რაღაცა ტიპმა გუჩის სათვალეზე გაცვალა ეკლესია, ანუ გდელმა ბიჭო მეტი ტრაგედია რა გინდა. ხონეგ რომელი სათვალეა, იცი, უძველის ძველი. ამაში მიცემდა ერთ $120. თუ პაძელკა არ არის რა. ხო ეგეცა. აძეკვებს რო ყიდულობდეს და იქ დადიოდეს და სწორავდეს რომ ანუ იქ ვიყიდე ალიფს იკეთებდეს რა ეგ ვაგზალა ყავს კიდე ვიღაცები მე მგონი ყავს აიცი ვინა ირაკლი კუპრაძე გავუშვით ჩვენი მიზანია რომ ვესაუბროთ სწორედ იმ ტიპის ამომრჩევლს რომელიც ქართულ ოცნებას ყავს მოტყუებული პროპაგანდის მიერ. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ძალიან მარტივი სტრატეგია, გამარჯვების ფორმულა, რის გაკეთებაც ლელოს შეუძლია მთავარი წulis შეტანა შეუძლია ამ პროცესში ქართულ ოცნებას გამოვაცალოთ ის ეგრეთ წოდებული მხარდამჭერები, რომელსაც ეშინია, რომლებიც არის მოტყუებული, რომლებიც არიან პროპაგანდის მსხვერპლი, მათთან გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან აი დავაზუსტებ მაშინ. ხო, მე ხა მომწერა სამსახმის სპეციალისტმა, რომ ფეიკი მე გეტყვით. ფეიკი უკეთია. ფეიკი უკეთია. ფეიკი უკეთია. არა, ძმობას გაფიცე. კი, ისეთი კაცმა მომწერა, რომ მან დაადასტურა იცის ეგ საკითხი და ფეიკი უკეთია. დაჟე ფეიკიაო რა. ანუ ფეიკებზე გაყიდა. მოდით მეგობრებო, ამით ჩვენ თავი არის ეს შოპენჰაუერის გავისაუბროთ და ამით ჩვენ ორშაბათამდე ამ გადაცემის ფარგლებში გემშვიდობებით. ნამდვილად მადლობა. შეგიძლიათ დაანონსო გადაცემა. კვირას კახაზე საუბარს ვერ მოისმენთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საუბარს მოისმენთ. არანაკლები. რატის ნახევარზე ევროპის დაისში, სადაც ჩვენ ევროპის ცივილიზაციურ და კულტურულ დაღმასვლაზე სიღრმისეულად გავშლით სამსაკითხს. დიდი მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა კახა განსაკუთრებით და დროებით ხვალამდე ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა კიდევ ერთხელ.